ბედნიერი კომბინაცია დაწინა. გორის დილა დაწინაურდა. თორნიკე კაპანაძემ მოახერხა გორის დილას მაისურით სამგურალის კარში გოლის გატანა ამიტომ ო, ბიჭო ნახე პოლიკამ რაქნა. რა? ნუ საიდან ახავდე პრინციპში Facebook ჯგუფი გააკეთა იმაზე თუ მეგრელებისგან თავი როგორ უნდა დაიცვა და მთელი კლასი ჩაყარა შენს გარდა. აუ მაგან ხო სისხლი გამიშრო რა. კია ღირს სიმართლა ისეთები ვიყოთ ეს მეგრელები როგორიც მაგაც გონია და გადავუაროთ, მაგრამ რო არა ვართ აბა რა ვქნა. რავი დაიკიდე რა, პოლიკაა ხო იცი. არა, აქამდე სულ ვიკიდებდი, მაგრამ ახლა ვიცი რასაც ვიზამ. რას? ხვალ სკოლაში რომ მოვა, კაი რაღაც გაუჩალიჩოთ. კაი დავიძინე მე, ხვალ გნახავ მაშინ. მე კარგად დავაკვირდი და თურმე დათვიკი არა სომეხი კაცი ყოფილა და გამოუშტერდი ჩემი. დურან. რაო? ეს რა ჯანდაბა? დაფარული ნომერია, თან უკანაც ვერ მივწერ. მშჩო? იქ რაღაა კაცო? მეგრელების შიში ჩაჯმულთა ორგანიზაცია. ვა, ანუ დაიწყო უკვე? მეგონა ჯერ ადრე იყო, მეგონა ჯერ დრო მქონდა ჯანდაბა. იდიოტი. ბიჭო ზუსტად არ ვიცი რა იყო რა, ჭიდაობდნენ თუ რა შვებოდნენ ვერ გავიგე. მერე მამა ჩემი შემოვიდა ოთახში და რო დაინახა მაგას უყურებდი, დაიწყო ღრიალი დაშჭილი ხარ დაშჭილიო. გაიოს. რა? გაიოს საშინელი ამბავია. მაუგლი შეგიძლია მარტო დაგხვდო? მე შენ მოსვლამდე ვიყავი აქ თითავ. მაუგლი თუ შეიძლება გააჯვი საქმე მაგ გაიოსთან. რა ხდება კი მარა? გაიოს, დროზე მითხარი ვინმე მეგრელი ყავს სანათესაოში? ჰა? მიპასუხე ვინმე მეგრელი ყავს სანათესაოში თქო? არა, არავინ არ მყავს. კიდე კაი. ანუ შენი ნდობა შემიძლია. რა ხდება პოლიკ? რა ხდება და წეღამ შჩოსგან მესიჯი მომივიდა. გამაფრთხილეს რომ შჩო? ეგ რა არის? მეგრელების შიში ჩაჯმულთა ორგანიზაცია. რა იყო ჭურშიზი ხარ? ეგ რანაირად არიცი? ხო, რავი, არ ვიცი და. კაი, გაიოს დამშვიდი. მოკლედ გამაფრთხილეს რომ მეგრელების რევოლუცია იწყება და შეჩერება მხოლოდ შენ შეგიძლიაო. არ ვიცი საიდან მიპოვეს ალბათ. გუშინ რომ ჯგუფი გავაკეთე მეგრელებზე იქიდან ნახეს. ჭკვიანები არიან. მეგრელების რევოლუცია? და რაზე ჯანყდებიან? მე რა ვიცი კაცო, მეგრელები არიან, 1000 მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ მეგენი თუ აჯანყდნენ და რევოლუცია მოხდა, მორჩა მერე ყველაფერი, აღარც სიმშვიდე, აღარც უსაფრთხოება, აღარც გართობა, აღარც ქრისტალბეთ ეროვნული ლიგა და მათ თამაშის ოცნებები. მორჩა ძმაო, გაიგე? ვა, და რა უნდა ვქნათ? დებილი ხარ შეჭემა, რა უნდა ვქნათ? კობაშვილი შენ ხარ, გამოიყენე შენი ძალები და შეჭერდებიან. პოლიკ ხო იცი რომ მაგას ვერ ვიზამ, მაჯიკა მითხრა ძალა უკვე ძალიან ბევრჯერ გამოიყენე და შენი ორგანიზმი ამისთვის მზად არაო. შესვენების გარეშე რომ ჩემი ძალები კიდევ გამოვიყენო, შეიძლება მოვკოდე ხო იცი არა? კაი ხო რამეს მოვიფიქრებ, შენ ხო კაცი ვერაფერში ვერ გამოგიყენებს რა. რაკენი შენ ნახე ის გოგო? კი, ნახე მთელი დღე ხელჩაკიდებულები დავდიოდით, მაგრად ვიგულავე. ბოლოს უთხარი მეთქი ჯერ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ ვარ თქო რა, ყვაზე ხარ. ჯერ 10 მინე შეჭრა რაღაცებში გამოცდილებას ვაგროვებ. სალამი ძმებო. სალამი? რა კარგია რომ რევოლუციას ვიწყებთ არა? არ ვიცი რაზე ლაპარაკობ. სწორია, ჯერ არც კი აგეცანი. მე ველოდი მებონია ვარ, ეს ჩემი ბიძაშვილია, ცეკვავა სუჟა. ბუჭორეკ. ჭკირო. როგორც ხედავთ, ჩვენც მეგრელები ვართ, საშიში არაფერია. აუ ჯიმა ძმურად გამახსენ ერთი, როდის ვიწყებთ რევოლუციას? მე თავიდან ამომივარდა და მერთო შენ სიდებილე. ხვალ ვიწყებთ. ჯერ ჩვენი ქალაქის მერიას ავიღებთ, მერე მეგრელთ მოძულეთა გენოციდზე გადავალთ. ხო, ხო, ჯიმა გამახსენდა. კაი, აბა გენოციდზე შევხვდებით. ჭკირორდა. რა ინფორმაცია დავცინცლეთ ბიჭო? კი, მაგრად მოიფიქრე მართლა. ღმერთო, რა იდიოტია. იდიოტი კია, მარა პოლიკაა. ფრთხილად იყავე მაინც მაგისგან ყველაფერია მოსალოდნელი. კაი, რა უნდა ქნა? ცოტა ხანი გავერთობი, ძალიან სასიამოვნო საყურებელია აქეთ იქ ჩაჭმული რომ დადის. პოლიკ, სად მივდივართ? ხო გახსოვს, გითხარი მესიჯი ორგანიზაციას სახელად მშჩოდან მომივიდა თქო. ხო, მერე ის რომ ეგ სახელი ინტერნეტში დავსერჩე და მივაგენი ვინც არიან. ზუსტად ახლა ამ შენობაში შეხვედრა აქვთ. ხო, მაგრამ რა იცი კი, მაგრამ ვინ არიან? მე გაიოზი ვარ და კაი, გაიოზ დამშვიდი. აი წინ ვიღაცებს ხედავ, ალბათ ეგენი არიან. ჩვენ სულ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ სამყაროში ადგილი ჩვენნაირი ხალხისთვისაც მოიძებნება. მოდი გავაგრძელოთ, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ზომას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა მხოლოდ ჩვენი კომპლექსების ზომას აქვს, რომელიც ცხოვრებას გვიწამებენ. პოლიკ, აქ მგონი რიგზე რაღაც ძალიან ვერა.
და თქვენი რამ ხელაა თუ საიდუმლო არაა? თქვენ ბიჭო შიქო არა გაქვთ, რა ხდება აქე? უკაცრავად? რა უკაცრავად ბიჭო, ეს მშჩო შეხვედრა არა, აგე რო გიწერიათ ამ ხელაზე. კი, მერე? მერე რიზომებზე ლაპარაკობთ, ძმაო, მეგრელების რევოლუციაზე რატო არაფერს ამბობთ? მეგრელების რევოლუცია? ხო, მშჩო ხო გიწერიათ აქ, მეგრელთა შიშით ჩაჟმულთა ორგანიზაცია, არ ხართ კაცო? არა, ჩვენ მოცუცკნულ შიბლათა ჩუმი ორგანიზაცია ვართ. იგივე მშჩო. რა? დიახ, აქ საკუთარი ფალოსის ზომით უკმაყოფილო საზოგადოება ვიკრიბებით და ერთმანეთს გულის ტკივილს ვუზიარებთ. თქვენ შეგიძლიათ თამამად გაგვიზიაროთ თქვენი. ოხ, პოლიქს არ მომიყვანი აქ. აფორიაკებული ჩანხარ, ბიჭი, მეგრელების რევოლუციაზე ლაპარაკობ. მე თვითონაც მეგრელი ვარ და დამიჯერეთ, არანაირი რევოლუცია არ იგეგმება, შეგიძლია მშვიდად იყო. რა? არ გაინძრე. ვა, პოლიქ, იარაღი საიდან გაქვს? ვერ ხვდები ბიჭო რა ხდება? ვერა? ეს ორგანიზაცია უკვე მეგრელებს აქვთ აღებული და ახლა თავს გვაჩვენებენ, ვითომ არ იცი არაზე ვლაპარაკობთ. რა მაგარი სათამაშოა, ნამდვილისგან ვერ გაარჩევ. არ გაინძრე ბიჭო, თორე გესვრი. კაი, დამშვიდე შვილო, ყველაფერი შიში-ბლაში მომარტყა. ჯერ ისედაც რა მქონდა? ახლა აღარაფერია? გაიოს დროს დავითესეთ. ქალბატონო მერო, თქვენ სანახავად ორი ბატონია მოსული, ამბობენ რომ სიკვდილ სიცოცხლის საკითხია. აქ ყველა სიკვდილ სიცოცხლის საკითხით მოდის. ვინ არიან რა უნდათ? არ ვიცი, მაგრამ მათ სახეს რომ შეხედავთ, მიხვდებით რომ საქმე ძალიან სერიოზულადაა. კარგი ხო, შემოვიდნენ. გამარჯობა. ფორმალურობის დრო არაა, ქალბატონო მერო. ჩვენი სოფელი დიდი საფრთხის წინ დგას. არა, აი სასაცილოა პირდაპირ რა. რა ვერ გაიგეთ რომ ეს სოფელი კი არაა, ქალაქია, ქალაქი. მერე იმუშავეთ, ქალბატონო მერო, რომ აქაურობა სოფელს კი არა, ქალაქს გავდეს და აღარავის შეეშლება. შენ მერე მოგხედავ. ქალბატონო მერო, უდავოა რომ თარსულა ქალაქია, მაგრამ ამ ქალაქში ქვაქვაზე არ დარჩება თუ მეგრელები აჯანყდნენ. რაო? მალე ყველას ვინც მეგრელი არაა, გაგვაქრობენ. რა სისულელეებს როშავთ? ტონა საქმე მაქვს, მეგრელი ქმარი მყავს, კაცო, მსგავსი რამე რომ ხდებოდეს მეცოდინებოდა. გსმენიათ ფრაზა, მეგრელებმა ერთმანეთის გატანა იციანო? დიახ. ისინი ერთიანები და საშები არიან. კიდაც თქვენი ქმარი იყოს, კიდაც ნათესავი, მსგავს ინფორმაციას არ გაგანდობდნენ. თუმცა ჩემი გამჭრიახი გონების წყალობით მოვიფიქრე, რომ მეგრელად გადამეცვა და ეს ჩანაწერი მოვიპოვე. ხვალ ვიწყებ. ჯერ ჩვენი ქალაქის მერიას ავიღებთ, მერე მეგრელთ მოძულეთა გენოციდზე გადავალთ. ღმერთო ჩემო, ესე იგი, ეს სიმართლეა. დიახ, სამწუხაროდ სიმართლეა. რა უნდა ვქნათ? ჩვენი ინფორმაციით თარსულას ნომერ 1 სკოლაში პაჭო კაკაჩია სწავლობს. გთხოვთ რომ ისი დაკავების ბრძანება ახლავე გასცეთ. ღმერთო, რა გვეშველება? მათი შეჩერება თუ ვერ მოვასწარეთ? დავშვიდით, პანიკას არ ავყვეთ, გაიგეთ? არავინ პანიკაში არ ჩავარდეს, აქ სანერვიულო არაფერი არა. პაჭო კაკაჩიას დაკავების ბრძანება გაეცით ახლავე. კარგი. სანამ მაგას დააკავებენ, მე ჩემს ქმარს მივხედავ. მალე გაკვეთილები გვიმთავრდება და თუ გინდა ჩემთან წავიდეთ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას ჩაუჯდეთ. კაი თამაშია წინ. კი, ბაზარი არა. არ გაინძრე. არ გაინძრე, მეთქი თორე გესვრი. რა ხდება? დაწექი, ძირს დაწექი დროზე. კარგი. ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ ხილაკავეთ. დავაკავეთ. სანებოში ყველის დამზადების ტრადიციას თანამედროვე ტექნოლოგიებთან ვაზავებთ. ოღონდ დავაკავეთ. მაგრამ რატომ? რა ჯანტაბა ხდება? რატომ დამიჭირეს? აბა, სადამდე დაეცი ბაჭო? შენ, მე. შენ დააჭერინე ჩემი თავი ბიჭო? ხო, მე დავაჭერინე, მერე? ჭახანასთვის უნდა დამეჯერებინა რა. ხო გამაფრთხილა. ჭახანას თავი დაანებე. ძალიან კარგად იცი აქ რატომაც ხარ შენ რევოლუციონერო ქვენძრომელა პროჭო. პოლიკ, ისეთი დებილი ხარ, აქამდე ცოცხალმა როგორ მოახწიე, ეგეც კი არ ვიცი ბიჭო. ოპა, მოკედე პირის ღრუბაჭო. ერთ მეგრელს უკვე წავაძრე დიშლა. უკან არ ჩენზე დავიხევ. აბა მითხარი ვინ მეთაურობს მეგრელების აჯანყებას. მოიცა ამ ამბის გამო ვინმე ესროლე, გაგიჟდი? არანაირი აჯანყება არ იგეგმება, შეიდიოტო. ნერვებს ნუ ეთამაშები პარტახო. დაფქვი ყველაფერი თორე გესვრი. თელი თარსულას მასშტაბით ახლა ამ მომენტში მეგრელების დაკავების ბრძანებაა გაცემული. შენ თუ არა ვინმე სხვას ავალაპარაკებ.
სიმართლეს გეუბნები, ამხელა თავში გრამიტვინი რო არ გაქვს, არანაირი რევოლუცია არ იგეგმება, მოგატყუ ეგ. გონია ასე მარტივად დამაჯერებ, რომ არაფერი ხდება? გახსოვს გუშინ რომ მეგრელებზე Facebook ვერდი გააკეთე და შიგნით ჩემს გარდა მთელი კლასი ჩაყარე? კი, მახსოვს, შენ იმიტომ არ ჩაგაგდე რომ მეგრელი ხარ. უხ, შექსენოფობა. ნუ მოკლედ, მაგაზე გავბრაზდი და მეორე დღეს დაფარული ნომრიდან ის მესიჯი მე მოგწერე. რა ქენი? ხო, გაგიჩალიჩე, მეთქი გავეღადავებით ხო. ჯერ საერთოდ როგორ დაიჯერე რომ ორგანიზაცია სახელად შჩო არსებობს. მე ერთი ის გამაგებინე, კითხვა არ გაგიჩნდა როგორ გიპოვეს, ან შენი ნომერი საიდან გაიგეს, მაგრამ არა, იმიტომ რომ იდიოტი ხარ. ჯერ მოქმედებ და კითხვებს მე ესვამ. სერიოზულად? ის მესიჯები შენ გამოგზავნე? აქედან გამომიშვი და დასამტკიცებლად ეგე 700 მესიჯი გამოგიგზავნი კიდევ თუ გინდა. ვახ, მერი მომკლავს. მერი? სოფლის მერი? ნე, მაგას სოფელი არ უხსენო, ქალაქი ვართო გაიძახის. კარგი, არც კი მინდა ვიცოდე მერს ეგ როგორ დააჯერე, მაგრამ დროზე წადი და სიტუაციას მიხედე, თორე ყველა გაიგებს რომ ამამის უკან შენ დგახარ და წარმოდგენაც კი არ გაქვს რაც უდღეში აღმოჩნდები. ძლივს იმენა, ძლივს მეგონა რომ გამოგიჭირე და ახლა ყველაფერი უნდა ჩამეფუშოს რა. ჯანდაბა. შეგეცი ბაჭო. რას მეუბნები ვერ გავიგე. როგორ ჩანს მეგრელები ჯერ არ ჭანყდებიან, მაგრამ ეს ყველაფერი დროის საკითხია. ღმერთო ჩემო. და ჩემი ქმარი? რა ჭირს თქვენ ქმარს? უკვე აღარაფერი, მაგრამ ამისთვის თქვენი დაკავება მომიწევს. ეს რა არის? ყალბიულოშები გეკეთათ? და რამდენი წლისები ხართ? საკმარისად პატარები ვართ იმისთვის რომ ვერ დაგვიჭიროს. წარმოუდგენელია. შენ სახეს ვიმახსოვრებ, 14 წლამდეც ხომ მიაღწევ. ქალბატონო მერო, იმ კაც კვერცხებში გაიოზმა ესროლა, მე რა შუაში ვარ. მიჯვი რა პოლიკ. ბიზნეს დავიწყებ, დავითარცები. ფიშლა ტიპები არ მევაცები. მაშებს საუყრი და მოვდებ სკოლას. თელი თარცულა მაფასებს ხოდა. სტერეოტიპებს რომ მივსელებე. თარცულელები მასულელებენ. სუთასულები, თავს გასულები. შაუ ჩვენზეა და თარცულები. გაიგაი 27. და თარცულები. მეგრელების ბრალია. და თარცულები. დათარსულები